საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას დაბადებიდან 140 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე დამსახურებული მოღვაწის ცხოვრება და მისი ფასდაუდებელი საქმიანობა გაიხსენეს. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი გულია არის აფხაზურ ენაზე გამოცემული ლექსების პირველი კრებულის ავტორი. მის სახელთანაა დაკავშირებული აფხაზეთში თეატრის დაფუძნება. ამასთანავე ის იყო პირველი აფხაზური გაზეთის რედაქტორიც, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. დიმიტრი გულიაზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ უპირველეს ყოვლისა სიტყვა პირველი უნდა ვიხმარდეთ. ის იყო პირველი აფხაზი, რომელმაც აფხაზურ ენაზე გამოსცა ლექსთა კრებული. ის იყო პირველი აფხაზი, რომელმაც დაწერა ლიტერატურული ნოველა აფხაზურ ენაზე. ის იყო პირველი აფხაზი, რომელმაც გამოსცა აფხაზურ ენაზე რომანი. მოსასადამე ეს სიტყვა პირველი ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ, რადგან აფხაზი ხალხის სულიერი ცხოვრება მის სახელთანაა დაკავშირებული.